გუდაურში საგაზაფხულო სეზონია. კურორტი ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით და კიდევ ერთი ახალი საბაგირო გზით ხვდება. პარალელურად გუდაურში გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება მოთხილამურეებს შორის. თუმცა კურორტს უკვე საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაც შეუძლია. წელს გუდაურმა ნამდვილი გარღვევა მოახდინა და გადავიდა მე-4 კატეგორიის კურორტებში, რაც ნიშნავს იმას, რომ გუდაურში წელს 50 კილომეტრამდე სამთო-სათხილამურე ტრასებია. გუდაური უკვე მზადაა საერთაშორისო დონის შეჯიბრებებს უმასპინძლოს. კავკასიაში ყველაზე მასშტაბური სიგრძის გონდოლებს, პარკირების ზონებს, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას და სასრიალო ტრასებს დღეიდან მე-4 საბაგირო გზა დაემატა, რომლითაც დამწყები სპორტსმენები ისარგებლებენ. ეს საბაგირო არის დამაკავშირებელი კვანძი ახალ გონდოლას შორის და საძელეს შორის, პლუს ყველაფერთან ერთად ეს საბაგირო არის დამწყებთა საბაგირო. ნომერი 26, წუთი 41-28. 63 გამოცდილი მოთხილამურე კი დილიდან ყუდების ტრასის სირთულის დაძლევა შეეცადა. აბუს თასი საქართველოს თასის დასკვნითი მე-6 ეტაპია, რომელიც სამთო-სათხილამურო სპორტში ტრადიციულად უკვე მესამე წელია იმართება. პირველობამ სტარტი გასული წლის დეკემბერში აიღო. გოგონები და ვაჟები სამასაკობრივ კატეგორიაში ერთმანეთს სუპერგიგანტურ სლალომში შეეჯიბრდნენ. საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად პირველობაში მონაწილეობა რეგიონების სპორტ სკოლების წარმომადგენლებაც მიიღეს. საქართველოს თასის გათამაშებას საერთო ჯამში ბაკურიანმა, მესტიამ და გუდაურმა უმასპინძლა. პირველობაზე საუკეთესო შედეგი ვაჟებში იასონ აბრამაშვილმა, ქალებში კი სუსანა გავამაჩვენა. პროექტის გამარჯვებულებს ორგანიზატორებისგან ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ტურნირი თბილისის მერიისა და გუდაურის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ძალიან ლამაზი, საინტერესო ტრასა გახდათ. იყო ასახტომი ერთი ბუგორი, რომელზეც ძალიან ლამაზად იფრინეს ჩვენმა სპორტსმენებმა და ჩვენ მუდმივად ვართ ცდაში იმისა, რომ ჩვენი სპორტული სტანდარტებით მიუახლოვდეთ ევროპას, მიუახლოვდეთ მსოფლიო სპორტს. სამთო-სათხილამურო კურორტზე დღეიდან საგაზაფხულო სეზონი დაიწყო. სტატისტიკური მონაცემებით გასულ წელთან შედარებით გუდაურში დამსვენებლების 2-ჯერ მეტი რაოდენობა დაფიქსირდა. ტურისტების უმრავლესობა უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან იყო. გუდაური ექსტრემის მოყვარულებს მასპინძლობას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაუწევს.